სამწუხაროდ სარდლობაში არსებული უწესრიგობა და ქაოსი არის ჩვენი დანაკარგების მთავარი მიზეზი. თუ მუდმივი ქაოსია, თუ ფრონტზე არავინ იცის ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ სექტორზე, თუ მეთაურებს ჭადრაკის ფიგურები ვიცვლიან და არავინ იცის ვინ რაზე აგებს პასუხს, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურები ამაში უკვე იბნევიან. ილუზიების ადგილი არ უნდა იყოს. ამერიკის ხანგრძლივი ომი ირანთან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას. იმავე ეკონომიკის, რომლის დახრჩობასაც კიევი წლების განმავლობაში ცდილობდა. ნავთობტერმინალებზე დარტყმები უკრაინის პერსპექტივიდან ზიანის შეზღუდვის სწორი და აუცილებელი ფორმაა. თუმცა კითხვა რჩება, რამდენ ხანს შეძლებს კიევი მათ გაგრძელებას? 2025 წლის მეორე ნახევარში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თვეობით გაგრძელებული იერიშების შემდეგ მოახერხა თუ არა უკრაინამ შორი მოქმედების დამრტყმელი იარაღის მნიშვნელოვანი არსენალის აღდგენა. მარტის მიწურული მიგვანიშნებს, რომ პასუხი სავარაუდოდ დადებითია. რაც შეეხება მშვიდობას, კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა დაადასტურა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო რუსეთს უკრაინასა და აშშ-ს შორის სამხრივი მოლაპარაკებები შეჩერებულია, როგორც ჩანს განუსაზღვრელი ვადით. და ისევ, მშვიდობა როგორც ყოველთვის მიუღწეվել მირაჟად რჩება.